საქართველოს სულიერი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდია მაცხოვრის კვართის დაბრძანება საქართველოს უძველეს დედაქალაქში მცხეთაში. იერუსალიმში იესოს ჯვარცმისას საქართველოდანაც ჩავიდნენ ებრაელები, ელიოზ მცხეთელი და ლონგინოს კარსნელი. მაცხოვრის ჯვარცმისას ლურსმნების დაჭედების ხმა თურმე მცხეთაში მოესმა ელიოზის დედას. წამოუძახებია მშვიდობით მეფობაო ისრაელთაო, რამე თუ უგუნურებით მოჰკალთ უფალი და მაცხოვარი ყოველთა და მწუხარებისგან იქვე დაულევია სული. მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ, როცა უფლის სამოსელი განიყვეს და კვართზე წილიყარეს, იგი ელიოზს შეხვდა. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში წამოიღო. მისი და სიდონია ტირილით შეგებებია მცხეთის კარიბჭესთან, ჩაუკრავს მკერდში ყოველთა სასურველი კვართი მხსნელისა და მიუძინებია თავის დედის ძილით. ბევრს ცდილან მიცვალებულისთვის კვართი გამოერთმიათ, მაგრამ ამაოდ და ბოლოს კვართითვე დაუკრძალავთ ლიბანის ნაძვებთან. სიდონიას საფლავზე აღმოცენდა დიდი ხე, კვიპაროზი. სწორედ ამ ხეს, როგორც ნათლის სვეტს დაეყრდნო პირველი ეკლესია, რომლის აგებაც წმინდა ნინოს უკავშირდება. კაბადოკიელი ნინო, წმინდა გიორგის ნათესავი, უფლის კვართის ხილვის წყურვილით გამოემართა საქართველოში. შემობრძანდა იბერიაში ნინო და ქრისტეს სიტყვა და სარწმუნოება შემოიტანა. ღვთის სასწაულითა და წმინდანის ლოცვით მოქცეულმა მეფე მირიანმა ტაძრის აშენება გადაწყვიტა. შეკრეს კედლები და აღმართეს 6 ბოძი თავთავიან თალაგას, ხოლო ტაძრის შუაში დასადგმელად მეშვიდე სვეტს ძვრავერ უყვეს. მეფე და მისი მხლებელნი სასახლეში წაბრძანდნენ. სვეტთან მხოლოდ წმინდა ნინო დარჩა მოწაფეებთან ერთად. წმინდა ნინო ხელაპყრობილი ლოცულობდა. უეცრად მასთან ნათლით შემოსილი ჭაბუკი მივიდა და სამი სიტყვა უთხრა. ქალწული მის წინაშე პირქვე დაემხო, ხოლო ჭაბუკმა მოჰკიდა სვეტს ხელი და ზეცა დაღამახლა. რამდენიმე ხნის შემდეგ ცეცხლის სახედ შეცვლილი სვეტი ნელ-ნელა ჩამოეშვა. იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც ხე მოკვეთეს და მიწიდან ორ წყრთაზე გაჩერდა ზეჰაერთა საკვირველად გამოკიდებული. ამ საოცარმა ამბავმა მთელი ქართლი შეძრა.